რომ როგორც კი მყარკვებაზე გადავიდა, ბავშვს უკვე სხვა რაღაცა სიმპტომების გამოხატვა დაიწყო ყაბზობის მაგალითად და ასე შემდეგ. ამას როგორ უმკლავდებით და რატო ხდება ეს? კი ბატონო, მყარიკვება თვითონ სიტყვაც გვეუბნება, რომ თვითონ მასა, რასაც ბავშვი მიირთმევს, არის უფრო მყარი და ფორმულაზე და რძეზე თუ საუბრობთ ან დედის რძეზე, რა თქმა უნდა, მისი კონსისტენცია ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც შეიძლება მყარიკვების სახით ბავშვს მივაწოდოთ, ხო? ანუ პირველი ლოგიკური ჯაჭვი რომ გაიბას, არის ის, რომ ცოტა უფრო მყარი არის საკვები და რა თქმა უნდა, კუჭნაწლავის ფუნქციონირება იცვლება, განავლის ფერი იცვლება, შეიძლება ასე ვთქვათ, კუჭის მონელების პერიოდულობაც იცვლება, ანუ მაგალითად მანამდე ბავშვი გადიოდა 3-ჯერ, 4-ჯერ დღეში და ეხლა გადის ერთხელ, ან შეიძლება 2 დღეში ერთხელ. სავსებით ნორმალური არის ეს. თავარია ჩვენ ეს კუჭნაწლავის ფუნქციური ცვლილებები, ანუ ყურადღებას ვამახვილებ არა ორგანული ცვლილებები, არამედ ფუნქციური ცვლილებები განვასხვაოთ ორგანული ცვლილებებისგან, ხო? ან თუნდაც ყაბზობისგან, ან თუნდაც დიარეისგან და ასე შემდეგ. დიარეაც და ყაბზობაც კლასიფიცირდება სხვადასხვა კრიტერიუმებით, ხო? იქ ხანგრძლივობა სხვადასხვა უნდა იყოს, კონსისტენცია სხვადასხვა უნდა იყოს, ფერი განსხვავებული უნდა იყოს და ასე შემდეგ. ამიტომაც, როდესაც ვინმე გვეუბნება, რომ აი ეგ იმო, ჩემ ბავშვს ყაბზობა აქვს, აუცილებლად კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევხედოთ, ხო? ნამდვილად არის თუ არა ყაბზობა და უმეტეს შემთხვევაში, როცა ყაბზობა არის, ხო, ბავშვს გადის დღეები და ჩარევის გარეშე უჭირს, ხო? მასებზე გასვლა, თვითონ განავლოვანი მასაც არის ქვევივით ჩალაგებული, ძალიან მყარი, იცვლის ფერს და ასე შემდეგ. ამიტომაც ბუნებრივი არის, რომ მყარიკვების დაწყების შემდეგ შეიცვალოს, ხო? გარკვეული ასე ვთქვათ, დინამიკა, თვითონ მონელების, თვითონ კონსისტენციის, ფერით შეიძლება შეიცვალოს. აქ ჩვენ მშობლებს ვასწავლით კიდეც, რომელი არის კარგი ფერი და რომელი არის ცუდი ფერი, ხო? მაგალითად, შავი, წითელი, თეთრი ყოველთვის ცუდ ფერად ჩაითვლება და მაგალითად შავი, წითელი, თეთრი ყოველთვის ცუდ ფერად ჩაითვლება, ხოლო მაგალითად დოგვის ფერი, ყვითელი და ღია მწვანე ყოველთვის ჩაითვლება კარგ ფერად, ხო? იმის მიხედვით თუ რა კვებას მიიღებს ბავშვი, შეიძლება ეს ფერიც განსხვავდებოდეს. ამიტომაც უბრალოდ აქ ერთი კიდე საკითხი არის, რომ მწვანე, მუქი მწვანე და შავიც უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. გარკვეულ სინათლეზე შეიძლება მუქი ფერის მწვანე აგვერიოს შავში და ამან გარკვეული, ასე ვთქვათ, დისონანსი გამოიწვიოს გარკვეულ შემთხვევაში.